დილამშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, 15 მაისია, დილის 9:30. მადლობა რომ გვიყურებთ და შევეცდებით რომ საინტერესო წარიმართოს. ჩვენი დილა თქვენთვის ცხადია და რაც იმედია რომ შემდგომ ნაყოფიერი დღის საწინდარიც იქნება. დილამშვიდობისა, ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. კახა მიქიაშვილი და ელისაბედ აბულაძე მუშაობთ თქვენთვის ერთსულოვნების დილის სტუდიაში და ახლა საეკლესიო კალენდარს შემოგთავაზებთ ტრადიციულად. შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს 15 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 15 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ათანასედიც, ალექსანდრიელ პატრიარქს, წმინდა მოწამეებს, ესპერის, ზოიას და მათ ძეებს, კვირიაკეს და თეოდულეს, წმინდა მოციქულთა სწორ ბორისს, ბულგარელ მთავარს, წმინდა ათანასეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გელოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენარებს, ვიდრე გაგაცნობთ ანონს, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ბაზელში წარდგება ჩვენი წარმომადგენელი ევროვიზიაზე მარიამ შენგელია პირველი ტური აქვს და უსურვებთ მას წარმატება, ერთგვარად ეს იქნება რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სახელი და ჩვენი ქვეყნის წარმატება და იმედი მაქვს რომ მარიამი ღირსეულად წარდგება, რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას. ოჯახის როლისა და მშობლების პატივისცემის შესახებ ვისაუბროთ მუზღორთან ერთად, შემოგვიერთდება სტუმარი გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. თბილისის საკრებულოში საქართველოს სამეფო სახლის ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ლაზეთი, ქართული, ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ბატონიშვილი ანა ბაგრატიონ გრუზინსკი. სამეცნიერო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მუჯირმა ასევე გეტყვით რომ აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ანდერძიც წაიკითხეს. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში შემოგვიერთდება ბაგრატიონთა სამეფო სახლისა და ბაგრატიონთა სახლის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი და ჩვენი ჟურნალისტი მინი გელაშვილი ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძე სტუმრობდა ბაღის სააგაზაფხულო სამუშაოებისა და სცენარების შესახებ, რომლებიც ჩვენს გარემოს განსაკუთრებულსა და ლამაზ ხდის, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში ახლა არის აყვავილების, გაცოცხლების რაღაცა საოცარი სილამაზის პერიოდი და ცხადია მინი გელაშვილის სტუმართან ერთად მოგვიყვება თუ რა ხდება, როგორ ხდება და როგორ ლამაზდება სამყარო ამ პერიოდში. და ამინდის პროგნოზის დრო არის, ვერ არის მაინც და მაინც სამაისო და საგაზაფხულო მაგრამ ყვავილები გვამშვიდებს. ყვავილები გვამშვიდებს და ისიც გვამშვიდებს, რომ მე მგონი მალე გამოიტანებს. ნახოთ დღეს როგორი ამინდი გველოდება.
კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით. პირველი სტუმარი შემოგვიერთა გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილამშვიდობისა გიორგი. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ოჯახის როლსა და მშობლების პატივისცემაზე. გვიახლოვდება 17 მაისი. დღე, რომელიც სპეციალურად დაწესდა ამ დღეს, თუმცა ამ დღეს განსაკუთრებული დღის დაწესება არ ჭირდება, მაგრამ ეს დღე გვაერთიანებს ყველას. თუმცა მანამდე დღეს ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის ხსენება ათანასე დიდის და რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენ თავებს ამ წმინდანის 8 წლის რის გამო ჩვენ მას განვადიდებთ და პატივს მივაგებთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ათანასე დიდი ეკლესიას ისტორიაში და ფურცლებზე ცოტა არიან ადამიანები, წმინდანები, რომელთაც დიდი ქვიათ და მისი სიდიდე ნამდვილად, როდესაც ეცნობი მის ცხოვრებას, განსაზღვრავს ნამდვილად და ხვდები, რომ რამდენად დიდი არის ამ ადამიანის ღვაწლი. მესამე საუკუნის ბოლოს მოკლედ დაიბადა ეს ადამიანი 27 წლის ასაკში უკვე ის არის ბევრს უარობდა, მაგრამ მთავარ ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს უკვე და გახდა ალექსანდრიის პატრიარქი, იმიტომ რომ ალექსანდრიელის მოწაფე იყო, დიაკონი იყო მისი წინა პატრიარქისა და ამიტომ ძალიან გამორჩეული იყო. მას ახლდა პირველ მსოფლიო კრებაზე, სადაც არიანელობის ერესი დაიგმო. და მოკლედ 47 წელი დაყო ამ ისე იგი კათედრაზე და მისი ცხოვრება არის მოკლედ აი როგორ გითხრათ ძალიან რთული, ანუ პერმანენტულად განდევნილ მასის გაიქცეოდა, მერე შემდეგ ისე უბრუნდებოდა მოკლედ იმპერიაში მიმდინარე გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე და ყველაზე მთავარი ჩემთვის ღირებული რაც არის ის ერთ-ერთი წასვლის დროს ჩავიდა ეგვიპტის უდაბნოში, სადაც ანტონი დიდ შეხვდა და დღეს თუ ჩვენ ამ უდიდესი წმინდანის შესახებ, მისი ცხოვრებისა, ღვაწლისა და მისი სწავლებების შესახებ ვიცით, ეკლესიის ტრადიციაში, სამწერლობო ტრადიციაში ზუსტად ათანასე დიდის დამსახურებაა და მე დღევანდელი ამ დიდი უდიდესი წმინდანის ლოცვით მოკლედ ხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებდი კათალიკოს პატრიარქს ჩვენს წმინდა სინოდს და ღმერთმა აი ამ რთულ პერიოდში გააძლიეროს ეს ადამიანები მისი ლოცვისა და მევხებით. ამინ. სწორედ მისი უწმინდესობის დაწესებულ დღეზე უნდა ვისაუბროთ, 17 მაისს დაწესდა გახდა ამის საჭიროებას, მე ვთქვი, რომ ალბათ ამას განსაკუთრებული აღნიშვნა არ უნდა ჭირდებოდეს საუშოთ ოჯახის ეწმინდეს თუ მშობლების პატივისცემას, მაგრამ ყველანი მაინც ვართ ნაკლოვნებებით სავსე და გახდა ალბათ საჭირო, რომ ის უწმინდესობის ცალკე დღე დაინიშნოს 17 მაისი. ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა გვექნება საუბარი და სროლმა იცი და საზოგადოებამ წელსა ტრადიციულად გაიმართება პარაკლი, საზეიმო სროლობა. ჩვენ გვექნება აქვე ვეთქვით საზოგადოებას, რომ სპეციალური გამოშვება, სტუდიიდან გვექნება სპეციალური გამოშვება და რა თქმა უნდა ჩართვები უშუალოდ ქაშვეთიდან, უშუალობიდან, თუმცა ამაზეც ხადიათ ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ. ვისაუბროთ ოჯახის სიწმინდის დღეზე, ვისაუბროთ მშობლების პატივისცემაზე, ბევრისთვის დღემდეა ხო არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ცინიკურათაც, თუმცა ეს მათი ნება, მათი უფლებაა, მაგრამ თქვენი შეფასებითაც მამა გიორგი, როგორც სასულიერო პირი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი წევრი ჩვენი საზოგადოების, როგორც ოჯახის თავი, მეუღლე, რას გულისხმობს ოჯახის პატივისცემა, რას გულისხმობს მშობლების პატივისცემა, რომელიც ჯერ კიდევ აცნებაშია ჩადებული. მოდი დავიწყოთ ზოგადად უბრალოდ რომ მივიდეთ ოჯახამდე უფალი რატო აწესებს ჩვენ ოჯახურ ცხოვრებას და რატოა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ჩვენ ამ ფორმით ვიურთიერთობოთ ერთმანეთთან, ანუ მშობლებმა, შვილებთან, ასე რომ ვთქვა, დაძმური, ნათესაური კავშირები რატოა საჭირო? მოკლედ უნდა ერთ პრობლემა დავსახოთ, ზოგადად რა პრობლემაა და პრობლემის იქით მერე უკვე ოჯახი რო აგვარებს ზუსტად ადამიანში ამ პრობლემას. ანუ ჩვენ თუ ეს პრობლემა არ დავსახეთ დღევანდელი ვინც თქვენ თქვით რომ სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, ის ადამიანები ვერ გრძნობენ ზოგადად პრობლემას და როდესაც პრობლემას დაინახავენ, მე ვფიქრობ რომ მე მიხვდებიან რომ ჩვენი დანახული, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის, ანუ ქრისტიანული სწავლებით, ბიბლიური სწავლებით, ოჯახის მნიშვნელობა რატო არის, რომ რას აგვარებს ადამიანში ზოგადად. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რაღაც, რომ პირველივე, ანუ 60-შივე ადამიანი ცხოვრობს როგორ? ნახეთ, აი ესეთი რაღაცა რო ვთქვათ, რომ ისე იგი ადამიანი ცხოვრობს სიამოვნებებით, ანუ სიამოვნებებით ცხოვრობს, ყოველდღიური სიამოვნებები, რომელიც უნდა იყოს მზარდი. ნახეთ, აი ცulis ერთმანეთს უნდა ცuliდეს ადამიანების სიამოვნება, ხო? ეხლა ნახეთ, ეს სიამოვნებები, ხო, ანუ სხვადასხვანაირად ადამიც რო ეცემა, ევა რო ეცემა რა არის? დაინახა, ლამაზი იყო, მოუნდა მივიდა. ანუ
ყველაზე რთული გამოცდა ადამიანს რო იცოდეთ, ანუ ბოროტებით გამოცდა კი არ არის. ბოროტებით გამოცდა გაცილებით ადვილია, იმიტომ რომ როდესაც ხედავ რომ ეს არის ცუდი, ამაზე რეაგირება შესაბამისი აქვს ადამიანს, მაგრამ ყველაზე რთული გამოცდა არის სილამაზით შეფუთული. ყველაზე ძნელი გამოცდა არის ადამიანისთვის და ეს გამოცდა იყო პირველ მოკლედ ჩვენი მშობლებისა, რომლებიც დაეცნენ და მას მერე საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი დაეცა, აი ამ სიამოვნებების ცვალებადობით ცხოვრობს. სულ რაღაცა მოკლედ სიამოვნების ცვალებადობაში მიდის ადამიანი და გამომდინარე აქედან შექმნა ღირებულებები და ესე რომ ვთქვათ ფასეულობები, ტერმინები და ლექსიკონები ზუსტად ამ სიამოვნებების ასახსნელად და განსახორციელებლად. უნდა ადამიანს ეს, ამიტომ შექმნა და მოდი დღესაც ვთქვათ, რომ რისკენ არის დღეს ბიძგი, რას თქვით, ხო? ზოგადად ადამიანი კანონმდებლობის დონეზეც კი მივიღეთ. ადრე ვთქვათ სიამოვნების მიღებაზე კანონები არ ჭირდებოდა. დღეს საბოლოო ჯამში კანონიც კი მივიღეთ, რომ ადამიანის სიამოვნება, იყოს, როგორ გითხრათ, იცი, თავშეუკავებელი, რაც უნდა ადამიანმა აკეთოს, ნებისმიერი სიამოვნება მიიღოს. მათ შორის ესენი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე, ხო? ეს ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ და მერე გადაეცემა სოციალური მედიით, ტელევიზიით, ყველა. მოდი ვთქვათ დღეს საბოლოო ჯამში ვინ არის დღეს წარმატებული ადამიანი? ვის გვეუბნებიან რომ არის წარმატებული ადამიანი, ვისაც შეუძლია მაქსიმალური არაფერზე უარი არ უთხრა საკუთარ თავს. ყველაფერი აკეთოს, რაც მას მოკლედ სურს და რაც მას ისე იგი უნდა. საბოლოო ჯამში ეს სიამოვნებათა ცვალებადობა, რომლისკენაც ადამიანი არის მიდრეკილი, ამის გასასამართლებლად მოიგონა ყველაფერი, თავისი ეს კანონები იქნება, ყველაფერი მოიგონა ადამიანმა, ოღონდაც ეს სიამოვნებები ლეგალური გახადოს, ესე რომ ვთქვათ, მე მინდა ამის კეთება და ამიტომ მე მინდა რომ ამაში ხელი არავინ არ შემიშალოს. მოყოლებული ადამიანის დაცემიდან კაენიდან მოყოლებული, კაენის ცივილიზაცია ქვია ამას, ბაბილონის გოდოლის ცივილიზაცია ქვია, ადამიანი ცხოვრობს იმაზე, რომ არაფერზე უარი არ უთხრა საკუთარ თავს. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ გახდა გადასარჩენი, უფალს უნდა რომ გადაარჩინოს ადამიანი, იმიტომ რომ სიამოვნებებზე და იმაზე მიდრეკილი ადამიანი აუცილებლად მოკლედ აკლდება ცათასასუფეველს. ეს მცნება შემოდის უკვე მეხდით, ჩვენ თუ არ შემოვიტანეთ აქ რომ რა ელის ადამიანს შემდეგ და მე გეტყვით ერთ რამეს, საბოლოო ჯამში ყველაზე კარგად ჩანს ეს სად იცით, ბოლო წლებში, მით უმეტეს, როდესაც მედიცინა განვითარდა, შემოვიდა ევთანაზია. რატო შემოვიდა? ადამიანს როდესაც სიამოვნების მიღება აღარ შეუძლია და მურჩა უკვე, აღარა დამთავრდა რა. იწყება ავადებები, იწყება მიჯაჭულობა, იწყება ისე იგი რაღაცა ექიმებში სიარული, უკვე სხეულებრივად დაზო, მეტი აღარ შეუძლია სიამოვნებების მიღება, არ შეუძლია რა ქნას ადამიანს. ჯობს რომ დაასრულა და ამ ევთანაზიას დაარქვეს, როგორ იცი, ნებაყოფლობითი სიკვდილი. ყველა ქვეყანაში ეს არ არის. კანონიერი და მაგას მე ვიძახი რომ შემოვიდა ადამიანი, რომელიც საბოლოო ჯამში ის რომ მისი სიამოვნებების მიღება, ის რასაც დაჩვეულია დამთავრდა, ადამიანი წყვეტს მოკლედ სიცოცხლეს. ამიტომ ჩვენ ვიძახით, მართლმადიდებლობა იძახის, რომ გადავიდეთ უკვე იმაზე, რატომ დგება ოჯახური ურთიერთობები, ხო? გარკვეულწილად ადამიანს სჭირდება რაღაცა ჩარჩოები, რომელშიც უნდა ეს სიამოვნებები მოექცეს. უფალი აწესებს ოჯახურ ცხოვრებას და გეუბნება, რომ არის რაღაცა შენში ის, რაც ბუნებრივად შენ გჭირდება და ეს შეგიძლია რომ განახორციელო, მაგრამ არის ის, რაც იმის იქით უკვე, შენ გაზიანებს და საბოლოო მიზნამდე ვერ მიყავხარ. ნათესაური კავშირები, ოჯახური ცხოვრება რა არის? მე ოჯახში როდესაც ცხოვრობ, ეს მე მზღუდავს გარკვეულწილად, როგორ ვთქვათ, იცით? თავშეუკავებელი ამ სიამოვნების მიღებებში და თავაშვებული ადამიანი აღარ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეკლესია იბრძვის საბოლოო ჯამში ბიბლიური ადამიანის გადასარჩენად. ადამიანისა, რომელიც ღვთის თვალში როგორათაც შექმნილი არის, ის რომ მოამზადოს და დააბრუნოს მარადიულ ცხოვრებაში. ამიტომ ოჯახური ცხოვრება შემოდის. ეხლა ნახეთ, რატო? მაგალითად, ადამიანმა გინდა რომ მაქსიმალურად გამოამჟღავნოს სიყვარული. შენ ხო გჭირდება ამისთვის ობიექტი.
ამიტომ მეუღლეობა არის ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ადამიანმა მაქსიმალურად გამოავლინო მოკლედ სიყვარული. მაგალითად, მეორე ადამიანისადმი სიყვარული, აქვს შვილები ყავს, ანუ როდესაც ჩვენ მრავლდებით, ხო? ადამიან ნათესაური ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები და ესენი არის იქ, სადაც ადამიანი საბოლოო ჯამში საკუთარი თავის შეზღუდვას, შრომას სწავლობ და სწავლობ, რომ მეორე ადამიანისთვის შეგეძლოს თავგანწირვა და თავდადება. ეხლა ნახეთ, როგორათაც დღე 17 მაისი, რა არის 17 მაისი? აი, რო ავიღოთ შინაარსობრივად დღეს, ძალიან ბევრი მოკლედ რაღაცა, როგორც თქვენ თქვით, რაღაცა განიკითხავენ ამას და უბრალოდ რა არის, ვერ ხვდებიან თავარ შინაარს. ეხლა მოდი არ ვიყვეთ ისინი, რა ქვია, არ ტყუილი არ თქვა და რაღაცა, დიახაც 17 მაისი ზუსტად იმიტომ დაწესდა 17 მაისს, რომ საფრთხე ექმნებოდა თავისთავად, რაზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? ანუ ადამიანები ეს თავისი იდეოლოგია, აი მოდი ესე ვთქვათ, კომუნისტების პერიოდი დამთავრდა და როგორც სვავილეშს რო მიადგება, ASM მოადგენენ საქართველოს სხვადასხვა იდეოლოგიები და აზრები, რომ ეკარნახათ ჩვენთვის რა არის ოჯახი და ოჯახური მოწყობა. ანუ გარედან გვახვევდნენ ყოველთვის და ამ დროს ეკლესია ჯერ კიდევ ცდილობს რომ გამოიღვიძოს და გამოცოცხლდეს და ამ ფონზე სანამ ეკლესია გამოიღვიძებს ყველანი ცდილობენ აი დღეს რომ ვიღებ თაობას რომელსაც აი ეს გარკვეულწილად ეს ოჯახური ურთიერთობები და ეს მსგავსად არის მის და ვისთანაც პრინციპში უფროსებთანაც და იმასთანაც ჩვენ გვაქვს აი ესეთი იქმნება ესე ვთქვა დაპირისპირებულობა და კონფლიქტი ეს არის ზუსტად აი იმ პერიოდში როდესაც ოჯახი უნდა განმარტებულიყო მისი ტერმინები უნდა შემოსულიყო ლექსიკონი როგორ განგვემართა ოჯახი რა არის ოჯახური ურთიერთობები მოდი ესე ვთქვათ იმ ძალებმა გვაჯობეს რაღაცა პერიოდი და იმათმა შეძლეს რომ ეკარნახათ ჩვენი მომავალი თაობისთვის რა არის ოჯახური ურთიერთობები და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ მათი ეს აი მოწოდებული ესე რომ ვთქვათ აი ღირებულებები და ფასეულობები აწყობილი იყო იმაზე რომ სიამოვნება. ანუ ყველაფერი შენ სასიამოვნოდ უნდა იყოს. ოჯახიც იმიტომ გჭირდება, რომ შენ გსიამოვნებდეს. აღარ გჭირდება ოჯახი, ხო? ну მოკლედ დამთავრდა თუ აღარ გსიამოვნებს, მაშინ უკვე აღარ გჭირდება ეს. ამიტომ ნახეთ, აი, როდესაც ეკლესია უკვე როგორც ინსტიტუცია გამოერკვა თავის სწავლებაში უკვე ისე იგი გამტკიცდა, განიმარტა, დაიწყო საზოგადოებაში უკვე თავისი წმინდა წერილისეული, სახარებისეული ოჯახური მოწყობის შემოტანა და აი ამან შექმნა საბოლოო ჯამში კონფლიქტი და ანუ დღეს ვიღებთ როგორ რაღაცას, ხო? აბსოლუტური უმრავლესობა დღეს საქართველოში ემხრობა იმ მოდელს ოჯახური მოწყობისა, რომელიც არის მოკლედ წმინდა წერილისეული და ეკლესიისგან მოკლედ განმარტებული და ამიტომ ჩვენ ვიღებთ ზუსტად აი ამ დაპირისპირებას. დღეს არის ეს დაპირისპირება და მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, მე მწამს და მჯერა ასეთი რაღაც ის რომ ჩვენი ეს დღე უფრო შინაარსობრივად, როგორც მეორე მხარე, უფრო ისე იგი დახვეწილად ცდილობს, რომ ისე იგი მიაწოდოს ოჯახური თუ ადამიანთა შორის ის ურთიერთობები, რომელიც არის, ეკლესია უფრო სიღრმისეულად განსაზღვრავს ამ 17 მაისის მნიშვნელობას. არა უბრალოდ ეხა მე არავის ნამდვილად ჭკუას არ ვასწავლი ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ფიქრობ ასეთ რაღაცას, რომ ეს დღე უნდა იქცეს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად ჩვენ რო შევიკრიბებით მაგალითად სხვადასხვა თაობების შეკრება უნდა იყოს. ერთმანეთისთვის უნდა გაზიარება ხდებოდეს ჩვენ რა პრობლემების წინაშე ვდგებათ. ჩვენ პრობლემები გვაქვს. ახლა მე რო ვინმე მითხავს, მე არ ვარ კარგი მამა. მე არ ვარ კარგი მეუღლე, ანუ მაგრამ მე მინდა დღეს ამას აი ოჯახის სიწმინდეს იცავენ ისინი, ვინცა თქვენ თავში ჩაიხედეთ და რაღაცა, ხო? გიორგი, არის ეს, რომ ამას რა უნდა თავის ოჯახს მიხედოს და არ არსებობს იდეალური ოჯახი, არ არსებობს. არ გვაქვს ამაზე პრეტენზია. არ არსებობს ყველაფერი აბსოლუტური. სულაც ამიტომაც შეიძლება მიდიოდეს ადამიანს და აი ეს პრობლემა აქვს და უნდა რომ დააფიქროს რომ უკეთესიც იყოს. რატომღაც ხდება რომ ყოველთვის აი ეს ხალხი ვინც გვერდიდან უყურებს ეკლესიაში ეძებს აღრთობას ანგელოზებს თუ იქ მიდიხარ ეძებს რაღაც ყველაზე წმინდა ოჯახს შეიძლება იმიტომაც მიდის ვიღაცა რომ უკეთესი რომ მინდა ვიყო, მაგრამ ვაფიქსირებ რომ მინდა ვიყო. გამოსწორების სურვილი რომ აქვს. ანუ ამას გულისხმობ რომ აი ეს 30 წლიანი მდგომარეობით თქო, ვინც მოკლედ დაიჯერა ან მოექცა იმ გავლენის ქვეშ, ოდესაც ოჯახი ესე მოაწყო და ასე შექმნა ოჯახი, უცებ გაისმა ეკლესიის ხმა. შეიძლება ნაგვიანები მის ცხოვრებაში, მაგრამ გაისმა ეკლესიის ხმა, გაისმა რაღაცა ის რომ
ასე ოჯახის მოწყობა ბედნიერებას არ მოგიტანს და აი მე გთავაზობ, ანუ ეკლესია შემოვიდა მძლავრად საზოგადოებაში, სადაც საზოგადოებას ეუბნება, რომ ოჯახის ან მე როგორათაც ეკლესიაში განიმარტება, ანუ ბიბლიური ოჯახის მოწყობა გაცილებით უფრო დიდ ბედნიერებას აძლევს ადამიანს, უბრალოდ მწუხარების, დაპირისპირებულობის, შეიძლება რაღაცა კონფლიქტის ადვილად მოგვარებას თავაზობს ეკლესია, მოკლედ ადამიანებს და ბედნიერად თანაცხოვრებას, ვიდრე აქამდე განიმარტებოდა. აი შემოვიდა ზუსტად ეს და რა თქმა უნდა, ხა მეც იმ თაობისა ვარ, როდესაც მე შევქმნი ოჯახი და ჯერ კიდე არ ვიცოდი ქრისტიანული ოჯახი რა იყო, ნელ-ნელა ვსწავლობ, მეც მაქვს ანუ ის პრობლემები, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება ქონდეს, როგორც მამას, როგორც მოკლედ მეუღლეს, ხო, როგორც ნათესავს, როგორც მეგობარს და ყველას გონია, რომ ესე იგი 17 მაისი ეს არის წმინდა ოჯახების შეკრების დღე, რაღაცა არა ხალხო, ესე არ არის. ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები, რომელიც ჩვენ ქონდა ურთიერთობებში, როდესაც ჩვენ არასწორ რაღაცა ურთიერთობას ისე იგი ვახორციელებდით ჩვენ ოჯახის წევრებთან, შვილებთან, მეუღლებთან, ნათესავებთან, ანუ ვიკრიბებით იქ, რომ ყველამ ერთად თქვათ ერთი რამე, რომ ჩვენთვის ბიბლიური, ანუ სახარებისეული მოწყობა ოჯახისა არის მიზანი. რომ ჩვენ მივახციოთ იმ მიზანს, რომ ოდესღად ვიქცეთ იმ ოჯახებად, სადაც ადამიანები შეძლებენ ბედნიერად თანაცხოვრებას, მწუხარებებისა და განსაცდელების და აზრთა სხვადასხვაობით სწორად გადატანას და დალაგებას და ამისთვის, აი როგორც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე კი არ იყოს უკვე ვიღაცასთან დაპირისპირებლობის დღე, არამედ უფრო სიღრმისეულად განიმარტებოდეს ეს დღე და მაგალითად რაღაცა ღონისძიებები უნდა იყოს მოწყობილი, ხო, ღონისძიებები უნდა იყოს მოწყობილი, უნდა იყოს რაღაცა გარკვეული კონფერენციები, მრავალშვილიანი მშობლები უნდა გამოდიოდნენ და თავის მოკლედ გამოცდილებას უზიარებდნენ სხვა ადამიანებს, უნდა იყოს შემოქმედებით. ანუ ეს დღე უნდა იყოს ისეთი, რომ აი როგორ გითხრათ, რაღაცა ის სახალხო ზეიმი წლიდან წლამდე იმატებს ხალხის რაოდენობა და უფრო მასშტაბური ხდება. აღნიშნვა ამ დღესასწაულის და ეს ალბათ იმაზეც მიანიშნებს, რომ ჩვენ უფრო მეტად ვაცნობიერებთ ამ დღის მნიშვნელობას და ჩვენი პატრიარქი ბრძენია და ცხადია, რომ მან ზუსტად იცის რა დროს რა არის მთავარი სათქმელი და ვთქვათ რა დღესასწაული რა დროს დაწესდეს. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე აი ყველას ჩვენ ახლა უკვე ძალიან კარგია, რომ ეპარქიებშიც გადანაწილდა. ანუ ახლა იმიტომ რომ ყველა ხალხი ვერ ახერხებს იმას და მეორე წელია უკვე შარშანაც იმდენი უამრავი ხალხი იყო თქვა ჩვენთან ეპარქიაში მაგალითად ხო რაღაცა ეს მსვლელობა არის მსვლელობა იყო რაღაც პარაკლისი გადავიხადეთ ჩვენც ერთი მშენებარე საკათედრო ტაძარი და მეორე ტაძარში გადავიდა ქალაქებში განხორციელდა უკვე ანუ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ისეთ სიღრმეებს შეიძენს რომ 17 მაისი საქართველოში იქნება ზუსტად აი ამ ოჯახური სიმტკიცის დღე და არ იქნება არავის ესე რომ ვთქვათ რომ ანუ აღარც კი გაგვახსენდება რომ ვიღაცის საწინააღმდეგოთ არის იმიტომ რომ ეს იქნება იმდენად მასშტაბური და იმდენად რაღაცა ესეთი დღე და სიღრმისეული დღე სადაც ჩვენ მოკლედ ყველა ერთმანეთს გაუზიარებთ რა არის მოკლედ შეკითხვა არის ხოლმე დასმული რომ აი მხოლოდ არატრადიციული ურთიერთობები ხომ არ უქმნის ოჯახურ სიწმინდეს საფრთხეს და ვთქვათ იგივე აგრესია უპატივცემლობა უსიყვარულობა ძალადობა ესეც ხომ საფრთხე არის ოჯახის სიმტკიცისთვის და ამაზე არაკეთებთ აქცენტს თუმცა თუ ყურადღებით მოусმენენ რა თქმა უნდა ქადაგებებს ჩვენი პატრიარქს და ასევე ეკლესიას მოусმენენ რა თქმა უნდა ესეც არის პრობლემა და ამაზეც საუბრობენ სასულიერო პირები თუ პატრიარქი ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად თავის ქადაგებებში სწორედ მე მახსოვს ერთ-ერთი ქადაგება სადაც ამბობს რომ აი ხმამაღლაც კი არ უნდა ისაუბროთ ოჯახშიო თუ თავის მშობლების მაგალითი მოყვა თავის მშობლების მაგალითი არ გამიგია ჩემს ოჯახში ხმამაღლაც აი ამას გულისხმობ ზუსტად რომ ჩვენ ნახეთ როგორ არის აი ყოველთვის ძებნა ხდება რაღაცა ესე რომ ვთქვათ აი მიზეზობრიობის აი მიზეზი რომ აი ესე რატო და ესე რატო ანუ ჩვენ კიდევ გულისხმობ ამას რომ ის რაც დღეს თუნდაც ეს არატრადიციულ იმას გულისხმობ ელისაბედ ხო ეს ჩვენთვის როგორც ქვეყნისთვის ახალია ჩვენ არ გვილაპარაკია ამაზე ანუ ესე ანუ ამაზე არ საუბრობდით ჩვენ წლების უკანა შუა საუკუნეებში ამაზე საუბარი ესე ხმამაღლა და ამბიონიდან და იქიდან პირობითად არ იყო ხა მაშინ ესეთი კომუნიკაციების საშუალებაც არ იყო მაგრამ იმიტომ რომ ემას ცალსახად თავის სახელი ერქვა
ამაზე არც იყო საუბარი, მაგრამ ნახე წეღარა ვთქვი, როდესაც რაღაცა ისე იგი თავში ადამიანის თავში არსებული ეს სიამოვნებებისკენ მიდრეკილებამ შეიძინა ისეთი რაღაც, რომ უკვე ფორმები შეიძინა და ფორმები გამოიხატა უკვე ისეთი ფორმებით, რომელიც ჩვენ რომ შევხედეთ, უკვე ამაზე ახალი რეაგირება იყო საჭირო, ეს იყო ზუსტად რომ გამოვთქვით, რომ ესეცა ყველას თვალში, რომ აი ჩვენ თითქოს ამის საწინააღმდეგოდ გამოითქვა რაღაცა პირდაპირ გაგები და დიახ, იმიტომ რომ ახალი იყო ეს ყველაფერი. ანუ ახლიდან შემოვიდა, ახალი ღირებულებები და ფასეულობების დამკვიდრება ხდებოდა, ახალი, ესე ვთქვათ, პროპაგანდა ხდებოდა ადამიანებისადმი ამისი და რა თქმა უნდა, საპასუხო იქნებოდა ამაზე, რომ ეს ესე კი არა, ესე არის საბოლოო ჯამში და ამიტომ გულისხმობ ამას ზუსტად, რომ ყველაფერს, ანუ სახარებისეულად თუ კი შევხედავ და სახარებისეული ოჯახური მოწყობას მივიღებ ჩვენ ხო, ეს რაზეც ახლა ვსაუბრობთ ხო, ეს არა ეს თავისთავად გამორიცხულია. მე კიდევ ვიძახი, აი ამბიონიდანაც კი არ მინდა ხოლმე, აი საუბარშიც კი არ მინდა ხოლმე ამის ხსენება, აი ამ რაღაცა ხსენება, იმიტომ რომ თითქოს აი ჩვენც უკვე ამაზე აგვალაპარაკეს, მაგრამ ნუ რა უნდა ქნა ხო, რაღაცნაირად როდესაც გარკვეულწილად რაღაცა საფრთხე არის, ამაზე საუბარი გიწევს ადამიანს, მაგრამ აი ამაზე საუბარიც კი არ არის, მართლმადიდებლობა არც კი ლაპარაკობს, ამას კი იმდენად მისთვის მიუღებელია, იმდენად მისთვის საერთოდ, ანუ აი ტერმინოლოგიურადაც კი არ არის ამის განსაზღვრება, აი რავი, როგორ გითხრათ, ანუ არც კი გვინდა ამას საუბარი, მაგრამ გინდა არ გინდა გაიძულებენ, რომ რაღაცა გარკვეული რეაგირება ქონდეს ამაზე და განიმარტოს და რა თქმა უნდა, ისე იგი ოჯახში მისი უწმინდესობა როგორც იძახის, ანუ ოჯახში მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს აი ერთმანეთისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორათაც წმინდა წერილისეულია და სახარებისეული დამოკიდებულება, ხო? თავგანწირვითი. ანუ მოდი მოკლედ ვიტყვი, ხო? შეიქმნა დისკომფორტი, რომ სხვა შეუქმნა კომფორტი. აი ოჯახი დღევანდელი ტექნიკური ტერმინებს გამოვიყენებ. თუ ადამიანი ამას არ ცდილობს, თუ კი შენ არ შეგიძლია, არ გეცინება, მაგრამ მისთვის გაიღიმო. დაღლილი ხარ, მაგრამ შეეცადო რომ მას, ანუ ის დაღლილობა გადადო გვერდზე და მას მოემსახურო, ხო? ანუ თუ თავგანწირული ურთიერთობა არ არის და თუ კი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პირად სიამოვნებაზე აგებული, ხო? ეს პირდაპირ საწინააღმდეგოა ბიბლიური, ანუ სახარებისეული სწავლებისა და ხა, რა თქმა უნდა, იმაზე აღარც არის ლაპარაკი. ჩვენ ვიძახით, რომ თავი უნდა გადადო, რომ შენ რო ცუდ ხასიათზე ხარ, სხვა სიხარული მიანიჭო და იმაზე ხო აღარაა საუბარი საერთოდ, რომ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენო მეორე ადამიანს და ნუ მოკლედ რაღაც ეს დაუშვებელია, მაგრამ მოდი თქვათ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ჩვენ არ ვართ ასეთები, როგორათაც ჩვენ გვინდა რომ ვიყვეთ ასეთები და ვცდილობ და ეს დღე ზუსტად არის ამისთვის, რომ ჩვენ ვაფიქსირებთ ღვთის წინაშე, ერის წინაშე და ზოგადად მთლიანად საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ გვინდა ასეთი ოჯახების ქონა, ჩვენი ოცნება, ჩვენი ნატურა, ჩვენ რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ მივხვდით, რაც არის ნამდვილი და ამ სინამდვილისკენ მივდივართ. ამ სინამდვილისკენ სიარულში კიდე წავიქცევით, აქედან რომ გავალ, მე ვერ ვიქნები ისეთი მამა, როგორიც მინდა რომ ვიყო, ვერ ვიქნები ისეთი მეუღლე, როგორათაც მე წმინდა წერილი და სახარება და ღვთისმცნება ისე იგი მავალდებულებს და მავალებს, მაგრამ მე შევეცდები ყველანაირად, რომ ასეთი ვიყო და ასეთი გავხდე და ჩემი ცხოვრების ბოლომდე მოკლედ ვემსახურო ასეთი ოჯახური ცხოვრების მოწყობას და აი ეს არის დღევანდელი ანუ შაბათი როდესაც გათენდება 17 მაისის იდეა. ხო, მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ანუ საბოლოო ჯამში კი იდეა შეიქმნა ისე რომ ჩვენ საფრთხე ვიგრძენით და ამიტომ, მაგრამ ჩვენ ეს ამ საფრთხემ გვიბიძგა იმისკენ რომ უფრო სიღრმისეულად დავფიქრებულიყავი და აღარც კი ვაქცევთ ყურადღებას ვინმეს, რომ ვინ, რატო, როგორ, ისე იგი რა დღე არის ეს დღე საქართველოში. მოკლედ ამ დღემ 17 მაისმა სულ სხვა განმარტება, სულ სხვა მნიშვნელობა და სულ სხვა სიღრმეები შეიძინა და წლების განმავლობაში უფრო ღრმა იქნება ეს დღე, ვიდრე მოკლედ აქამდე იყო. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ შაბათს უფრო სწორად ჩვენ გვიქნება სპეციალური ეთერი ჩვენი სტუდიიდან და გვიქნება ჩარტვები ცხადია ეპიცენტრიდან, ტრადიციულად ქაშვერთან იკრიფება საზოგადოება, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, იქნება პარაკლისი გადახდი და შემდგომ ესეთი მსვლელობა, საზეიმო მსვლელობა და მართლა ძალიან სასიხარულოა, როგორც აღინიშნა ელისაბედ, რომ იმატებს ყოველწლიურად საზოგადოების ნაწილი, შვილები, ოჯახები, მშობლები და წელსაც
ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს გასვლას და მოკლედ წინასწარ ყველას ულოცავთ ამ დღეს, თუმცა მანამდე ჩვენ კიდე ბუნებრივია ამაზე ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მამა გიორგი, გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე გსწორებდა და გვისაუბრებთ. ახლა 7 გზის ლოცვის დრო არის ჩვენს ეთერში, ერთად მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და.
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ვაგრძელებთ გადაცემას 12 მაისს თბილისის საკრებულოში საქართველოს სამეფო სახლის ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ლაზეთი ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ბატონიშვილი ანა ბაგრატიონ გრუზინსკი. სამეცნიერო კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. ასევე გეტყვით, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ბატონიშვილის ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ანდერძიც წაიკითხეს. თემაზე სასაუბრო შემოგვერდა ბაგრატიონთა სამეფო სახლისა და ბაგრატიონთა სახლის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი ისტორიკოსი ბატონი სოსო ვიჭიკაშვილი. მოგესალმებით ბატონი სოსო. ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ვიდრე ვისაუბრებთ კონფერენციის მნიშვნელობაზე და ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის ანდერძის შესახებ, გვინდა რომ შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს მიტროპოლიტ შიოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მისასალმებელი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა სწორედ ამ კონფერენციაზე. მეტად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დღევანდელი კონფერენცია საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით იმართება. შეგახსენებთ მისი უწმიდესობის სიტყვებს, რომლებიც მან წარმოთქვა წლების წინ ბაგრატიონთა გვარისადმი მიზნულ სამეცნიერო კონფერენციაზე. ბაგრატიონებს შეიძლება მიეცეთ, როც ვაკურთხევა, იზრუნონ უცხოეთში მყოფ ქართველებზე. იქნებ იფიქროს ბაგრატოვანთა გვარმა, როგორ დაუკავშირდეთ მათ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაკარგონ ეროვნული თვითშეგნება, არ დაკარგონ მართლმადიდებლობა და საბოლოოდ ჩვენი ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ბრძანა მისმა უწმიდესობა. დღევანდელი კონფერენცია და მსგავსი ღონისძიებები იმის დასტურია, რომ ბაგრატიონთა სამეფო სახლი დიდ ყურადღებას უთმობს ასეთ აქტუალურ საკითხებს. ამის გარდა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ჯეროვანი დაფასება და თანამედროვე ეპოქის კონტექსტში გააზრება კონფერენციაზე წარმოდგენილი მრავალი თემატიკითაც დასტურდება, რომელიც ეხება არა მხოლოდ ლაზეთს, არამედ მოიცავს საქართველოს ოქროს ხანას, თამარ მეფის ეპოქას და თავად ბაგრატიონთა გვარის ისტორიის შესახებ მსჯელობასაც. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ნაყოფიერად წარიმართება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ისტორიის და კულტურის კვლევის საქმეში. მერთმა დაგლოცოთ და გაგაზრდით გაგახსნათ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მისასალმებელი სიტყვა მოვისმინეთ და სწორედ აი ამ კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ ბატონო სოსო. ლაზეთი ქართული ეთნოკულტურული და საეკლესიო სივრცე. სამეფო სახლის ინიციატივით ჩატარდა ეს კონფერენცია. რა არის მისი მიზანი, რომ გითხრათ? მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, კერძოდ ლაზები, დავაახლოვოთ საქართველოს. დიახ, ჩვენ მომხსენებლების შესახებ უთხარით დასაწყისში მაყურებლებს თქვენს რომ გითხრათ, თქვათ აი მეუფე ანანია გამოვიდა სიტყვით, მას ჰქონდა მოხსენება, ასევე ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსი, ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ბატონიშვილი ანა და აი მათი მოხსენებების შესახებაც რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ. ამ მეუფე შიოს გამოსვლის შემდეგ გამოვიდა
მეუფე ანანია, რომელმაც წაიკითხა პატარა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ლაზიკის ეპარქიის ისტორიის შესახებ. ანუ ძირითადი მომენტები ლაზიკის ეპარქიის დაარსების შესახებ, მისი განვითარების შესახებ. და მთავარი აზრი, რომელიც მეუფე ანანიამ გამოთქვა, ეს იყო ის, რომ იმ შუა საუკუნეებში, როცა დასავლეთ საქართველო და ლაზიკა პოლიტიკურად შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში, აი ლაზიკის ეპარქიამ საეკლესიო დაქვემდებარებაში იყო მცხეთის საპატრიარქო ტახტთან. ეს იყო ერთ-ერთი მისი ძირითადი, ასე ვთქვათ, მოხსენების თემა. მეუფე ანანიამ ასევე წაიკითხა 1 მარტს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის ანდერძე, ანუ ეგრეთ წოდებული დეკრეტი ნომერი 2, რომელიც ჯერ კიდევ 2009 წელს იყო, ესე ვთქვათ, დაწერილი და, ну, ესე ვთქვათ, ინახებოდა. შეგიძლიათ შინაარსი მოგვიყვეთ ანდერძის? ну, შინაარსი ესეთი არის, რომ ესე ვთქვათ, ну, ჩემს შემდგომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და საქართველოს სამეფო სახლის მეთაური იქნება ჩემი უფროსი ქალიშვილი, ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი გრუზინსკი. ну, ესე ვთქვათ, ძირითადი ის არის თემა ამ დეკრეტის, ხოლო ერთ-ერთი თავი, ეგრეთ წოდებული მესამე თავი იქ ესეთი სიტყვები არის მოყვანილი. რომ თუ ჩემს ქალიშვილს შეიძინება ვაჟი და ეგრეთ წოდებული ქართული ზეცსიძეობის წესის თანახმად მისი ვაჟი გააგრძელებს სამეფო გვარის, ესე ვთქვათ, არსებობას და ის ჩაითვლება მომავალში სამეფო სახლის, ესე ვთქვათ, მეთაურითაც და მემკვიდრეთაც. აი ეს, ესე ვთქვათ, ძირითადი შინაარსი არის ამ მეორე, ესე ვთქვათ, დეკრეტისა. აი, უბრალოდ მინდა პატარა განმარტება გაგიკეთოთ, რომ ბინარიან ბაგრატიონები ყველამ ძალიან კარგად ვიცით სკოლის, ესე ვთქვათ, სკამიდან. ბაგრატიონთა დინასტია ეს არის ბაგრატიონთა სხვადასხვა განშტოებების გაერთიანება. ამ საგვარეულოში არის როგორც სამეფო, ესე ვთქვათ, ოჯახი, ესენი არიან მეფე ერეკლე მეორის შთამომავლები. არიან ასევე ოჯახები, რომლებიც მიეკუთვნებიან თავადურ და აზნაურულ, ესე ვთქვათ, წარმომავლობას. თავისთავად ყველა გამოსულები არიან ბაგრატიონებისაგან. ну, ვიღაცა მე-16 საუკუნეში, როგორც ვთქვათ, მუხრან ბატონები და დავითიშვილები. მე-17 საუკუნეში ბაგრატიონთა გვარს გამოიყო ბაბადიშების გვარი. მე-18 საუკუნეში წარმოიქმნა დავითიშვილების, თავად დავითიშვილების აზნაურული ხაზი. ანუ ყველა ამ საგვარეულომ თავის გარკვეული ისტორიული გზა გაიარა, ну, საქართველოს ისტორიის ფონზე. ხო და აი ხანდახან, როცა ვინმე იძახის, რომ აი მე ბაგრატიონი ვარ, ან ის ბაგრატიონი არის, ყველას გონიათ, რომ ყველა სამეფო შტოს წარმოადგენს ყველა, დიახ, რაც ასე არ არის. სინამდვილეში მარტო ერეკლე მეორის შთამომავლები ითვლებიან ამ სამეფო, ესე ვთქვათ, ოჯახად. ეს უბრალოდ გიორგი მე-12-ის, ხო? დიახ. ერეკლე მეორის შესაბამისად ერეკლე მეორის. და ეგენი, ესე ვთქვათ, ადიან ერთიანი საქართველოს გიორგი მე-8 მეფესთან. ანუ აგრძელებდნენ მის ტრადიციას. საინტერესო ასევე ბატონი როინის მოხსენება და ბატონიშვილ ანას მოხსენების შინაარსი, რაზე იყო გამოხვილებული ყურადღება. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წაიკითხა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ტრაპიზუნის იმპერიის დაარსებას და თამარ მეფეს. ფაქტიურად თამარ მეფემ იმის შემდეგ, როცა ჯვაროსნებმა დაიკავეს კონსტანტინოპოლი, მან დაარსა ტრაპიზუნის იმპერია. ამ იმპერიაში მართავდნენ მისი, ესე ვთქვათ, ნათესავები, კომნენები. ეს კომნენები იყვნენ ბიზანტიის იმპერატორის შვილიშვილები, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამო აღმოჩნდნენ საქართველოში და თამარ მეფის დახმარებით შეძლეს
ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე, ესე ვთქვათ, დაჯდომა. აი ბატონმა როინმა ძალიან დაწვრილებით წარმოადგინა თავის მოხსენებაში აი ის ისტორიული ცნობები, როგორ ყალიბდებოდა ეს ტრაპიზონის იმპერია, რა ურთიერთობა ჰქონდა მას საქართველოსთან, სადამდე გაგრძელდა. ნუ გაგრძელდა რეალურად იქამდე, ვიდრე თურქებმა 1461 წელს დაიკავეს ტრაპიზონი და ტრაპიზონის კომნენთა, ესე ვთქვათ, დინასტიამ შეწყვიტა თავის არსებობა. ასევე ბატონ როინმა გაავლო პარალელი თამარ მეფის გამეფებასთან დაკავშირებით, იმ პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც იყო იმ დროინდელ საქართველოში, რა წინაპირობები იყო. ნუ ეს იყო ძალიან საინტერესო და ღრმა მოხსენება ბატონ აკადემიკოს როინ მეტრეველისა. თვით ბატონიშვილმა ანამ წაიკითხა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ. ანუ მეცნიერებაში არსებობს ძალიან ბევრი ვერსიები მათი წარმომავლობის. საიდან მოდიან, რომელი პერიოდიდან მოდიან, რომელ საუკუნეში ჩნდებიან. ნუ ერთი წყაროები მას მე-6 საუკუნით ათარიღებენ, ზოგი წყარო მე-8 საუკუნით ათარიღებს მის მოსვლას, ესე ვთქვათ, ამ დინასტიის მოსვლას ხელისუფლებაში. აი, სულ ბოლო დროს აღმოჩნდა სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში ერთი ძალიან საინტერესო ხელნაწერი, ეგრეთ წოდებული სინა 50, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეისწავლეს და ნუ მერე გამოიცა ეს ამ ხელნაწერის, ესე ვთქვათ, ტექსტიც და მინაწერებიც. აი, ერთ-ერთი მინაწერი პირდაპირ იძახის, რომ ბაგრატიონები არიან მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში დაკავშირებული ქართლის ერისმთავრებთან და ენათესავებიან მათ. აი, მან პირდაპირ არის ესეთი ფრაზა, რომ ქართლის ერისმთავრის ადარნასე მეორის და გუარამავრ დედოფალი არის კურაპალატების და ბაგრატიონების დედა. ნუ ეს პირდაპირ მინიშნება იმაზე არის, რომ მე-7 საუკუნის 30-იან 40-იან წლებში ფაქტობრივად ბაგრატიონები უკვე ქართლში არიან და არიან ნათესაურ კავშირში მმართველ იმდროინდელ დინასტიასთან. ანუ ქართლის ერისთავრი. აი, სიტყვა კურაპალატი ეს ბიზანტიური წარმომავლობის სიტყვა არის. სულთავიდან ეს ნიშნავდა, ნუ როგორც მოგეხსენებათ, რომში იყო 7 გორაკი, რომლისგანაც მერე შეიქმნა რომი. და აი ერთ-ერთი ეგეთი გორაკი ესეც პალატინის სახელწოდებას ატარებდა და კურაპალატი ნიშნავდა აი ამ გორაკის მცველის წოდებას. მერე ბიზანტიის დაარსების შემდეგ ეს გადავიდა ბიზანტიაში და გახდა ერთ-ერთი წამყვანი ტიტულად ბიზანტიის იმპერიაში. და ხშირად ბიზანტიის იმპერატორები ამ მაღალი წოდებით აჯილდოვებდნენ საქართველოს მმართველებს. აქედან მოდის. ბატონ სოსო, რომ შევაჯამოთ, ვიდრე გადავალთ წიგნზე, რომელიც თქვენს მიერ არის, თქვენი ავტორობით არის გამოცემული, აი ეს კონფერენცია, რომელიც შედგა 12 მაისს, ტრადიციად იქცევა, ვთქვათ, თუ მხოლოდ ერთჯერადი იყო და ეს იქნება ტრადიცია. აი ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ახლა ფაქტობრივად ყოველწლიური იქნება. ფაქტობრივად ყოველწლიურად იქნება ეგეთი საინტერესო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა ასპექტებს გააშუქებს თავის და სხვადასხვა თემა იქნება, ხო? ვიღლია, სხვადასხვა თემა იქნება. წიგნი, რომელიც თქვენი ავტორობით არის გამოცემული, თქვა ელისაბედმა, რომ წარგვიდგინოთ და საზოგადოებას მოვთხროთ თუ რა წიგნზეა საუბარი. მეფეს მეფე ერეკლე მეორე მე ვაჩვენებ კადრში და თქვენ გითხრათ რა არის წიგნში მოცემული და რაზე შეაჩერეთ ყურადღება. ეს არის მეფე ერეკლე მეორის საბუთების სრული კორპუსის პირველი ტომი, სადაც გამოცემულია მის მიერ აი ჩვენამდე მოღწეული ყველა საბუთები. ეს იყო ბრძანებები, წერილები, განჩინებები, არზები. აი ყველაზე ადრინდელი საბუთი, რომელიც თვით ერეკლე მეფის მიერ არის დამტკიცებული, ეს არის ის საბუთი, როცა ის იყო 9 წლის ასაკში, მან პირველად თავის ბეჭედი დასვა საბუთზე. აი ჩვენამდე მოღწეულია დაახლოებით 3500 საბუთი,
ну ზოგი დედნების სახით, ზოგი პირების სახით და აი საქართველოს სამეფო სახლის და ბაგრატიონთა სახლის ესე ვთქვათ ინიციატივით მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით შედგა ეს პირველი ტომი. აი კერძოდ აი ივნისის დასაწყისში იქნება ამ წიგნის პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში და ყველას ვისაც სურვილი ექნება თხოვთ მობრძანდეთ. აი ამ წიგნის მთავარი რედაქტორი არის აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ну ეს იქნება წესით მრავალტომეული გამოცემა, იმიტომ რომ ამ პირველ ტომში თავის ახსნა-განმარტებებით, კომენტარებით, თავის აძიებლებით გამოცემულია 67 დოკუმენტი. აი ამ პირველ ტომში მოხდა საბუთები, რომელშიც იხსენიება ერეკლე, ეს მისი ბიძის, მამის და ბიძაშვილის საბუთებში იხსენიება. საბუთები, რომელიც ერეკლე ბატონიშვილობის პერიოდში არის გამოცემული და პატარა ნაწილი მოხდა საბუთები, რომლებიც ერეკლეს კახეთის მეფობის პერიოდში არის მოცემული. ეს წიგნი ქრონოლოგიაზე არის დაყრდნობილი და აი მომდევნო ტომში ქრონოლოგიურად დაემატება ყველა ის საბუთები, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არის. ну ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაკლებ 1-20 ტომი მაინც უნდა გამო. შეიძლება მეტიც იყოს, მასალა თვითონ გვაჩვენებს. ესა ძალიან უნიკალური მასალა, მე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. როგორც ცნობილი არის, ერეკლე 17 წლის ასაკში იმყოფებოდა ნადირ-შაჰთან ერთად ინდოეთში. აი შემორჩენილი არის მისი წერილი თავის დასთან დედოფალ ბატონიშვილ ანასთან, სადაც ის აღწერს თავის ამბებს, რომელიც მან, ესე ვთქვათ, დაინახა, ნახა, მიიღო მონაწილეობა ავღანეთში და ინდოეთში. ძალიან საინტერესო წერილია, რომელიც მოთავსებულია აი ამ პირველ ტომში. აი ძალიან ბევრი, ძალიან უნიკალური მასალა არის მოყვანილი აი ამ პირველ ტომში. შემდეგი უკვე სხვა ტომებში იქნება. ხო, თავის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო. განსაკუთრებული არის ერეკლე მეორე ციტატი საქართველოს სიყვარული ქართველი ხალხის და საჩუქრად ჩუქნით თქვენს რედაქციას. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვართ, რომ დიდი ინტერესით შეხვდება საზოგადოება. ბაგრატიონთა სამეფო სახლისა და ბაგრატიონთა სახლის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი ისტორიკოსი სოსო ბიჭიკაშვილი საუბრობდა სტუდიაში. და ახლა გვექნება, ესე იგი, ჩვენი ჟურნალისტ ნინო გელაშვილის ძალიან საინტერესო შემოთავაზებული საგაზაფხულო განწყობა, ვინაიდან იგი ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძე სტუმრობდა ბაღის საგაზაფხულო სამუშაოებისა და მცენარეების შესახებ, რომლებიც ჩვენს გარემოს განსაკუთრებულსა და ლამას ხდის. ნინი მოგვიყვება უფრო მეტად, რა თქმა უნდა, თავის სტუმართან ერთად, როგორ გავალამაზოთ და როგორ დავდგეთ გაზაფხულით. დილა მშვიდობისა ჩვენს მაყურებელს, აი ასეთი შესანიშნავი გარემოდან მივესალმები. მე ახლა საგურამოში ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძესთან ვიმყოფები. გაგაცნობთ იმ მცენარეებს, რომლებიც გაზაფხულის მზიან დღეებს ბევრად უფრო სურნელოვანს და ფერადს ხდიან. მოგესალმებით, ქალბატონო ცირა. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. მოგვიყევით, როდის გაშენდა ეს ბაღი და სულ რამდენი სახის მცენარეა აქ წარმოდგენილი? დილა მშვიდობის, მივესალმები მაყურებელს. ბაღში არის ძალიან ბევრი სახეობის, ასე ვთქვათ, და ჯიშის მცენარე წარმოდგენილი. არ ვიცი, ხა ესე არ დამითვლია ნამდვილად, მაგრამ საკმაოდ ბევრია. როდის გააშენეთ ბაღი და როგორ იყო ეს პროცესი? ალბათ საკმაოდ შრომატევადი ხო და რთული? პროცესი იმდენად ინტერესით იწყება და თავ დავიწყებით და ეს ერთბაშად არ მოხდა, ეს იმდენად ნელ-ნელა მიმდინარეობდა, რომ ამაზე ვერ ვიტყოდი, რომ რთული და ესეთი შრომატევადი იყო, მაგრამ მე როდესაც ნელ-ნელა უკვე აივსო ეს ბაღი და ძალიან ბევრი მცენარე დაგროვდა ერთად, ეხლა ნამდვილად გამოვწყდები და ვიტყვი, რომ ეს არის უზომოდ შრომატევადი და ხანდახან გაქცევა მინდა ხოლმე აქედან რომ უყურებ იმდენი საქმეა. როგორია მათი მოვლის პროცესი? დღის რა მონაკვეთს უთმობთ ხოლმე მცენარეების მოვლას? იცით როგორ არის? ფაქტობრივად, როდესაც მე მაქვს დრო, რომ ჩამოვიდე და აქ ვიშრომოთ, ჩემს მებაღეებთან ერთად, აგერ დღესაც აქ არიან ჩემი ბიჭები, ფაქტობრივად მთელი დღე გვიწევს შრომა.
მთელი დღე. ესე რომ ცოტა ხანი მოვედი და ვიშრომ, იმიტომ რომ მე აქ არ ვცხოვრობ, აქ რომ ვცხოვრობდი, ალბათ უფრო მეტად ვიქნებოდი დაკავებული ამ პროცესით და ფაქტობრივად მთელი დღე ვშრომობთ. მიუხედავად იმისა, მზე არის, ცხელა, სიცივეა, ზოგჯერ თოვლშიც კი გაგვისხლავს ვარდები. თოვლს და ჩვენ ვარდებს ვსხლავთ თებერვალში. ახლა არის მაისის თვე და ვარდების ყვავილობის დრო მოვიდა და თუ შეიძლება ახლა იქით რომ გადავინაცვლოთ, იმიტომ რომ შევნიშნე ვარდები, რომლებიც ახლა იწყებს ყვავილობას და რომ მოგვიყვეთ, რამდენი ჯიშის ვარდი არის ამჟამად ბაღში. ვარდები საკმაოდ ბევრია, ალბათ დაახლოებით 300 ჯიშამდე იქნება უკვე ჩემს ბაღში ვარდი. მოგეხსენებათ მაისი საქართველოში ვარდობის თვეა და თბილისში უფრო აქტიურად და საგურამოში აი აგერ ეხლა იწყებს ვარდები ყვავილობას და მაისის 15-დან ისეთი აფეთქება გვექნება საოცარი და რა ვიცი, გვაქვს როგორც ხვიარა ვარდები, გვაქვს ასევე ბუჩქოვანი ვარდები, ბუჩქოვან ვარდებში კიდე სხვადასხვა ჯიშის ვარდებია, ესე ვთქვათ, სპრეი ვარდები, ფლორიბუნდები, ჩაისიბრიდები, ჯუჯა ვარდები, მინიატურული ვარდები და რა ვიცი, ყველას თავისი ნიშან-თვისებებით, სურნელით და სილამაზით გამოვარჩევთ. როგორია მათი მოვლის სპეციფიკა და თუ შეგიძლიათ რომ აი მივიდეთ და თქვენ რაღაც სამუშაოები ჩაატაროთ, როგორ უვლით ვარდს რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს. ამ ეტაპზე ახლა ჩვენ ძალიან ხშირად აინტერესებთ ხოლმე ვარდის გასხლის პროცესი მაყურებელს და ამ ეტაპზე ჩვენ გასხლას ვეღარ ჩავატარებთ, ანუ ვინც ვერ გასხლა ვარდები, ახლა უკვე ძალიან გვიანია, იმიტომ რომ ვარდი უკვე გამოვიდა, უკვე კოკორშია და ძალიან ფაქიზად და ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. ახლა შეიძლება რომ ჩავატაროთ მოწამვლა, ანუ ვარდებს შევასხუროთ ბუგრის და ნაცრის საწინააღმდეგოდ პრეპარატები, სხვადასხვა პრეპარატებია და თვითონ დაკვალიანდებიან, იმიტომ რომ როდესაც არის აქტიური წვიმის და მერე მწველი მზის პერიოდი, ვარდები აუცილებლად ავადობენ ჩვენთან და ამ დროზე უნდა შევეშველოთ, რომ შევასხუროთ ეს პრეპარატები, რომელიც ამ წუთში მნიშვნელოვანია მცენარის ჯანმრთელობისთვის და პლუს შეგვიძლია რომ კვებაც დავამატოთ ფოთლიდან დავამატოთ კვება, რომ უფრო ჯანმრთელი იყოს ფოთოლი და უხვი ყვავილობა გქონდეს. კი ბატონო, ახლა რომ მიბრძანდეთ, როგორც ვიცი, სარეველა არის ხომ ვარდის გარშემო? ძალიან ფრთხილად მოვთოხნოთ, გავათანაბროთ. ძალიან მყიფეა ვარდის ნერგის ტოტები და არ დავაზიანოთ და მოვაცალოთ ეს სარეველა მცენარეები. შევაფხვიეროთ თან, რომ შემდგომში არ წამოიზარდოს ეს სარეველა მცენარე და ყვავილობაში შეიძლება ამან შეუშალოს ხელი. ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ახლა ბაღის გაშენებას, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ, ბევრი გადმოვიდა სოფლად და მიყვება მებაღეობას, ან აპირებს და თქვენგან საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ როგორ უნდა დაიწყონ ეს პროცესი, რას ურჩევდით ბაღის გაშენების საწყის ეტაპზე. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოჯახი გადმოსახლდა საგურამოში და ძალიან დაინტერესებული არიან მცენარეებით, მოდიან, უამრავ შეკითხვას სვამენ, მიაქვთ მცენარეები აქედან, კონსულტაციაზე მეპატიჟებიან, როგორ დააგეგმარონ, როგორ გააკეთონ და სხვათა შორის ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ძალიან დიდ ინტერესს ავლენენ მცენარეების მიმართ და რაღაცნაირად ცდილობენ დენდროლოგია ისწავლონ, მოვლის წესები ისწავლონ, მოკლედ მცენარეს რაღაცნაირად მცენარის ფილოსოფიაში შევიდნენ, ესე ვთქვათ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. და რას ურჩევდით რომ გითხრათ, ვინც არის ბაღის გაშენების საწყის ეტაპზე? როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაგეგმარებაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ხო? რა შემიძლია ვურჩიო და ის რომ აუცილებლად თუ რჩევის მიღება დაჭირდებათ, თვითონ თუ ვერ გააგნებენ გზას, აუცილებელია მიმართონ პროფესიონალებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ინტერნეტში რაღაცა უამრავი ინფორმაცია დევს და ეს არის ხოლმე ცრუ ინფორმაცია და ყოველთვის ეცადონ რომ საღი ინფორმაცია, ჭეშმარიტი ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყონ ეს პროცესები თავის ეზოში, თავის ბაღში. სანამ საუბარს დავასრულებთ, მინდა გკითხოთ ფესტივალის შესახებ, რომელსაც ჰქვია ვარდების წვიმა. ალბათ წელსაც გაიმართება და რომ გითხრათ, რას მოიცავს ეს ფესტივალი? ვარდების წვიმის ფესტივალი
ვინც იცის და მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა იცის უკვე დღეს, რომ ჩვენთან იმართება ვარდების წვიმის ფესტივალი, რომელიც სიყვარულს, სიკეთეს, სილამაზეს ემსახურება და მე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მონაწილეს, რომელიც უკვე მეცხრედ იმართება წელს ვარდების ფესტივალი, წვიმის ფესტივალი, რომლებიც ასე ჩემს გვერდში დგანან და არ მახსოვს ჯერ, რომ მე ვთხოვო მათ და ისინი აქ არ მოვიდნენ ამ დროს და ჩემს გვერდით არ დადგნენ. რა ვიცი, მე მგონი რომ წელსაც 31 მაისს გვექნება ვარდების წვიმის ფესტივალი და ძალიან საინტერესო იქნება. პირველი ღონისძიება გვექნება აქ ჩვენ ჩემს ბაღში და მეორე ღონისძიება გვექნება სოფელ არბოში, არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მამა გიორგისთან. იქ ჩავატარებთ საკვირაო სკოლის გახსნა იქნება და ჩვენ შევუერთდებით და რაღაცნაირად მოვეფერებით იქაურ მოსახლეობას. ანუ მე მინდა რომ აი ასეთი პროექტი იყო უწინ, გაუზიარე შენი წარმატება გამყოფი ხაზის სოფლებს და წლევანდელი ვარდების წვიმას სწორედ მოემსახუროს აი ამ იდეას, აი ამ ამას, ამ ამბავს, რომ ჩვენ დავეხმაროთ, გავახალისოთ, სიყვარულის ემოციები გადავცეთ აი ამ გამყოფი ხაზის მოსახლეობას, იქ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ხანდაზმულებს და რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შევიტანოთ სიყვარულით, რასაკვირველია და სილამაზით, აი ამ ესე ვთქვათ, ტკივილიან და არც თუ ისე სასურველ სიტუაციაში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში. ახლა ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობები და ძალიან დიდი იმედი მაქვს ისიამოვნეთ თქვენც ჩემთან ერთად ამ ულამაზესი გარემოს ხილვით და ჩვენი რჩევები ცოტა მაინც გამოგადგებათ. ნამდვილად ვისიამოვნებთ, მაგრამ უფრო ვისიამოვნებთ თუ ამინდიც გამოკეთება და უფრო მეტი სიხარული გვექნება და უფრო მეტი ენთუზიაზმი რომ დავტყვეთ ყვავილებით, მაგრამ მაინც თუმცა საინტერესო რჩევები იყო ძალიან რაც გამოგვადგება. მაგრამ ამინდის მიუხედავად ეს ლამაზი ბაღები მაინც ყოველთვის სასიამოვნო, მაგრამ თათუ მზეც ადგას, როგორც ახლა კადრში იყო, უფრო მშვენიერია. მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერ დღეს გისურვებთ და ყველამდე გემშვიდობებით. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით ნახვამდის.